შეერთებული შტატებიდან ამ თემაზე საუბრობთ ჩვენ სტუმართან, რომელიც პირდაპირ შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა და შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში გიორგი ხატიაშვილი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი. მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაწყვეტილებისთვის. მოდით დავიწყოთ ამ ბოლო კონკრეტული გადაწყვეტილების შეფასებით, რომელიც პირველად შეეხო მოქმედ ჩინოსანს, მოქმედ მინისტრს. რა სიმძიმისაა ეს სანქცია და ეს გადაწყვეტილება, თან შევადაროთ წინა გადაწყვეტილებებსაც. მოგესალმებით პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების ასე ვთქვათ საფეხურებრივ მიდგომას, ხო? თქვათ ამ ხაზინის სიაში ჯერ მოხვდა თქვათ ხარაზიშვილი და ეხლა უკვე უფრო მაღალ საფეხურზე ავიდნენ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი შეიყვანეს. ერთი მხრივ არის საფეხურებრივი მიდგომა, მეორე მხრივ როგორც ხედავთ არის როგორც იტყვიან ქირურგიული სიზუსტე, ხო? არც 14 და 15 გვარია, მაშინაც 2 გვარი იყო, ეხლაც 2 გვარია. შესაბამისად, აქ ჩვენ ხედავთ, რომ არ ჩქარობს ამერიკის შეერთებული შტატები და ჯერჯერობით იყენებს ამ წერტილოვანი დარტყმის ტაქტიკას. პრინციპში არც ერთ ჩქარება შეერთებულ შტატებს, ხო? მის განკარგულებაშია, ასე ვთქვათ, სადამსჯელო ღონისძიებათა სრული არსენალი. როდის და რა ფორმით გამოიყენებენ, ეს ერთი მხრივ ხომ მტკიცებულებები, მეორე მხრივ ეს უკვე პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი იქნება, თუ უშუალოდ როდის გამოიყენებენ, რა ფორმით და ვის შედეგად. ვფიქრობთ, რომ ეს ორი ახლა უფრო ეფექტიანი გადაწყვეტილება, ორი კონკრეტული პირის დასანქცირება, უფრო მაღალი თანამდებობის პირის, ვიდრე სხვა ტიპის სანქცია, ან უფრო მეტი ადამიანის. იცით როგორ არის, სანქციას მრავალი, ასე ვთქვათ, ფუნქცია გააჩნია. მარტო ის არ არის, რომ ვთქვათ თავრობამ შეცვალოს თავისი ქმედებები. ესეც არის, მაგრამ ძალიან იშვიათად ხდება ეს. ეს არის ასევე დასჯა, ეს ასევე არის სიგნალი, ხო, რომ არ გეთანხმები. ხშირ შემთხვევაში ეს ასევე საქართველოს არ ეხება, იმიტომ საქართველოს თქვათ ამერიკის შიდა აუდიტორიაზე არ გამოიყენება, მაგრამ უკრაინის შემთხვევაში ეს არის ასევე, რომ საკუთარ მოსახლეობას უთხრა, რომ ომი მიდის და მე გულხელდაკრიფილი არ ვდგავარ და რაღაცა თქვათ ინსტრუმენტებს ვიყენებ, რომ რუსეთი გავაჩერო. მრავალი ფუნქცია აქვს სანქციებს, შესაბამისად არ მგონია ასევე ამერიკის შეერთებული შტატები აქ ქცევის შეცვლას ელოდებოდნენ, თუმცა ის რომ სანქცირებულთა რაოდენობა იმატებს, ეს ასევე იმაში რა შეიძლება ელოდებოდნენ, ან რა გავლენა შეიძლება კონდეს ამ სანქციებს კრიზისზე, რომელიც არის სახეზე ქვეყანაში. ცხადი, ეს არის სიგნალი, რომ ასე ვთქვათ, თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება გვარების რაოდენობა მოიმატოს და თუმცა ხო ვიცით ჩვენ რომ აქ ასე ვთქვათ ეს ბჭყალებში ტრამპის მოლოდინია, რომ შეიძლება პოლიტიკა შეიცვალოს. და თქვათ უკვე დასანქცირებულ პირებსაც მოეხსნათ სანქციები, რაც ძალიან იშვიათია. თეორიულად, რა თქმა უნდა, შეიძლება. თეორიულად ახლა ამერიკის კონსტიტუციის შეცვლა შეიძლება. თეორიულად შეიძლება. პრაქტიკულად კითხვა არის რატომ? რატომ უნდა მოუხსნას თქვათ გომელაურს ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები? რატომ? ხო, აი რა აკლდება ტრამპის ადმინისტრაციას გომელაურის სანქცირებით? წაგვიკითხავს, რომ თქვათ აი ვენესუელას როცა რაღაცა ნავთობზე ევაჭრებიან და რაღაცაზე, თქვათ იქ მადუროს ნათესავს ხანდახან უხსნიან სანქციებს. კი ბატონო. აქაც შესაბამისად თუ იქნა ვაჭრობა და ესენი რაღაცას დათმობენ და ქმედებებს შეცვლიან, შეიძლება რაღაცაზე ლაპარაკი. მაგრამ აქედან თუ იქნება რომ ჩვენ ორ ფეხზე ვდგავარ და რა თქმა უნდა ჩვენ არ შევიცვლებით, თქვენ ბოდიში უნდა მოგიხვადოთ და თქვენ უნდა შეიცვალოთ, ესე არ ხდება. ბუნებაში ხო, ხა არანაირი სურვილი ან საფუძველი ამერიკის შეერთებულ შტატებს რო ასე ვთქვა დაგილაგდეს, თუ არ დაგილაგდა, არაფერი დედამიწის ზურგზე ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აკლდება. შესაბამისად, ვიდრე ტრამპის თემას განვაგრძობთ, ბაიდენის ადმინისტრაციას დარჩა ერთის მხრივ ცოტა დრო, რამდენიმე კვირა, მაგრამ მოსალოდნელია თუ არა გაგრძელება ამ რამდენიმე კვირაში ეს წერტილოვანი დარტყმები და სიმძიმე, რაც იგულისხმეთ, არის თუ არა ჯერ კიდევ დრო ამისთვის საკმარისი. კი ბატონო, ამაზეც არის აგებული, რომ აი მალე ამისთვის მათაც არ ეცლებათ. კი ბატონო, აქ ერთის თქმა შემიძლია. პირველი რომ იანვარი ამერიკაში სამუშაო თვეა და იმის იმედი ნუ ექნებათ რომ 10 დღეზე იმობენ და მეორე შემიძლია ესეთი მაგალითი მოვიყვანო. 2021 წლის 11 იანვარს 9 დღე იყო დარჩენილი ტრამპის ადმინისტრაციის ვადის გასვლამდე. ტრამპის ადმინისტრაციამ კუბას აღუდგინა ტერორიზმის სპონსორის სახელმწიფოს სტატუსი, რომელიც მანამდე ობამამ მოუხსნა. რატო რომ შემდგომ ბაიდენს არ შეძლებოდა ურთიერთობის თქვათ უფრო ნორმალიზება კუბასთან. შესაბამისად ბჭყალებში ეს კუდის მოქნება როგორც იძახიან, სრულიად შესაძლებელია აი ამ მაგალითზე რაც მოვიყვან. როდის და რა იქნება, რა თქმა უნდა, მე ვერაფერს ვერ გეტყვით ეს
მე ეს ცოდნა არ გამაჩნია, მაგრამ ის რომ 11 იანვარს, 12 და 19 იანვარსაც შეუძლიათ რომ გამოაქვეყნონ სანქციები, ეს სრულად შესაძლებელია და იურიდიულად ლეგიტიმური იქნება. კი, აი ბატონ გიორგი, თქვენ თქვით რომ არ ჩქარობსო ადმინისტრაციაო. იყო შეხვედრა ბაიდენსა და ტრამპს შორის, ახლა ცხადია საქართველოს საკითხი იქ შესაძლოა არც ყოფილიყო, მაგრამ ანუ ერთმანეთთან ადმინისტრაციების გადაწყვეტილებების შეთანხმების საკითხია ახლა, აი ბაიდენის ეს გადაწყვეტილება მაგალითად ადმინისტრაციის ახლა შეუთანხმებელი შეიძლებოდა ყოფილიყო, ანუ ამის კითხვა მინდა. ხო, რაც შეეხება შეთანხმებას, დიდი ალბათობით არ უთანხმებს და ეს გამოიკვეთა უკრაინისთვის რაკეტების მიწოდების საკითხზე, რომელსაც ტრამპი ეწინააღმდეგება. შეთანხმება არ ხდება, თუმცა ამერიკას გააჩნია ინსტიტუციური მემკვიდრეობა და ეს კუბის მაგალითიც იმიტომ მოვიყვანე, რომ რაღაცა გადაწყვეტილებს იღებენ, იგივე იყო თქვა, ხო, ტრამპმა იერუსალიმში გადაიტანა საელჩო, ბაიდენს არ გადმოუტანია უკან თელ-ავივში, ხო, შესაბამისად ინსტიტუციური მემკვიდრეობა ამ ქვეყანაში არსებობს და კი, ადმინისტრაციები განსხვავდება, განსაკუთრებით მომავალი ადმინისტრაცია და რაღაცები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არსებობს ძალიან ძლიერი ინსტიტუციური მემკვიდრეობა და ასე ვთქვათ, ჰაიჰარალოდ არ ხდება გადაწყვეტილებების შეცვლა და არ ხდება ასევე სანქცირებულ პიროვნებებთან მიმართებაში სანქციების მოხსნა. თუ ამის გარკვეული საფუძველი არ არსებობს, ან ქცევის შეცვლა არსებობს, ან ასე შემდეგ. ამ ქცევის შეცვლის ნაწილს დაუბრუნდეთ კიდევ ერთხელ, ნახეთ დღეს ივანიშვილის გუნდის პასუხი ამ სანქცირებაზე, ღირსების ორდენებით დაჯილდოება და პლუს ის, რომ მოქალაქეები ჩვენი ჯიბიდან გადავუხდით ფინანსურ შევსებას თუ ანაზღაურებას, მან თვით შეიძლება სამომავლოდ დასანქცირდნენ. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, მაინც თუ ეს სანქციები გაფართოვდება, აი პროცესზე ეროზიის ნიშნები შეიძლება გააჩინოს თუ არა, რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს ივანიშვილი თუ ზამბარა უკიდურესად გაიჭირდება. იცით როგორ არის, ჯერ პირველი საკითხი რო დავიწყოთ, ეს უფრო არის თქვათ შიდა სტრუქტურული, ასე ვთქვათ, რაღაცა გარანტიების მისცემა, რომ ნუ გეშინიათ, ასე ვთქვათ. რაც შეეხება ეროზიას, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ შეიძლება ამან გამოიწვიოს ეროზია, თუმცა ნუ გავიწყდება ასევე ეგრეთ წოდებული ალყაშემორტყმული ციხის ფსიქოლოგიური ეფექტი, როცა თქვათ და იგივე კუბის ემბარგო ხო 60 წელიწადია ამერიკას თუ მეტი კუბისთვის სანქციები აქვს დაწესებული იმ იმედით, რომ კუბელი ხალხი კასტროს დაამხობს. ჯერჯერობით კუბელ ხალხს კასტრო არ დაუმხია, მიუხედავად უკიდურესი სიღარიბისა კუბაზე. შესაბამისად და ასევე ბატონი ხარაზიშვილის ქმედებები არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ის დაასანქცირეს. შესაბამისად დემონსტრაციულადაც გამოდიოდა რუსთავად. სანქციები პანაცეა არ არის, რა თქმა უნდა სანქციებია და აქ ხედავთ ხო არც რუსეთის ქმედებები შეცვლილა სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დასანქცირებული იურისდიქცია რუსეთი მიუხედავად ამისა მისი ქმედებებით მაინდა-მაინც არ შეცვლილა ყველანაირი მაგალითის მოყვანა შეიძლება სანქციების ისტორიიდან შესაბამისად თუმცა იმის იმედი რომ თქვათ კი შეიძლება იყოს რეჟიმის ეროზია მეორე მხრივ შეიძლება იყოს ასე ვთქვი როგორ ვთქვი ალყაშემორტყმული ციხის ეფექტი რომ ყველა ჩვენს წინააღმდეგა და ეხლა ჩვენ უნდა ახლა ამას აჩვენებს ქართული ოცნება დღეს ნახავდით ალბათ თქვენ ხომ რა რეაქციები რა რეზონანსი მოყვა ქართულ ოცნებაში რომ აი ვიცე-პრემიერი დანიშნა ვახტანგ გომელაური ღირსების ორდენზე წარადგენს ყველას ვინც არის დასანქცირებული და არა დასანქცირებული ხო ეს და დაიწყო საერთოდ პასუხისგაცემა ეს ამერიკელ პროფესორთან ინტერვიუსი დაკერ კარლსონის რომელიც შემდეგ უკვე ელონ მასკმა გააზიარა. ანუ ეს რა ტიპის პასუხი იყო რაღაცა დამხობა რეჟიმის გადატრიალება ამერიკის დადანაშაულება ამაში. ასევე თუ ლაპარაკია დღევანდელ deep state-ი ახსენე. კი, deep state-ი ბევრჯერ ახსენე. გლობალური ომის პარტიის. ხო, აი ამაზე მინდა გავაკეთო განმარტება. რას ვადევნებთ? ხო, ეს არის თქვათ ტრამპის თულ ბანაკთან ლექსიკონის სინქრონიზაცია, ხო? გლობალური ომის პარტია დღეს იქცა deep state-ად. პრინციპში იმიტომ გლობალურ ომის პარტიას ხო ვერავის ვერ გააგონებენ რა არის და აი deep state-ი ახლა უფრო ამ მემარჯვენე წრეებს ესმით. რა არის ეს deep state-ი რო განმარტოთ? ეს არის ჯერ თურქეთში დაიწყო, რეჯეფ თაირ ერდოღანი იძახდა, რომ თურქეთის არმიაში და თურქეთის ბიუროკრატიაში მოკალათებული ეს ღრმა სახელმწიფო, რომელიც მე საბოტაჟს მიგეთებს. ეს მერე როგორღაც გადავიდა ამერიკაში და ეს მემარჯვენე და კონსერვატიულ წრეებში არის ჩამოყალიბებული ეს აზრი, რომ ამერიკის ამ სახელმწიფო დაწესებულებაში არის ეს ჩამჯდარი ბიუროკრატია, რომელიც პირველი არ ემორჩილება ხანდახან არჩეულ ლიდერებს მათ გადაწყვეტილებებს არ აღასრულებს, თავისი დღის წესრიგი აქვს და განსაკუთრებით ეს აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ტრამპი მუდმივად იძახის, რომ ჩემ პირველ ვადაში საბოტაჟს მიწყობდნენ, FBI დამსდევს და ეს ასე ვთქვათ ეს ღრმა სახელმწიფო თუ ეს deep state-ი არის მემარჯვენე წრეებში აღქმული, როგორც ეს ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც ან პირველ დემოკრატების დაკვეთას ასრულებს, თვითონაც დემოკრატები არიან, ან და არის დამოუკიდებელი დღის წესრიგის მატარებელი ჩამჯდარი ბიუროკრატია.
რომელიც დღეს დააკავშირეს გლობალურ ომის პარტიასთან, იმიტომ უფრო იოლია, ხო? ამიტომ ვთქვი, რომ ეს ლექსიკური სინქრონიზაცია მოხდა ტრამპისტულ ბანაკთან ამ კუთხით. ანუ ამისთვის გააკეთეს, ამიტომ დაიწყეს ამაზე საუბარი თავიდან. დღეს ცხადად გლობალური ომის პარტია გახდა Deep State. მე როგორც ამოვწავიდე. ტრამპს მიაწვიდონ ხმა, რომ თქვენი თქვა, იგი იმავეზე მეტყველებთ. ხო, და თქვენი მტრები, ჩვენი მტრები არიან. დაახლოებით ეს მესიჯი იყო. ჯეფრი საქსზე გითხარით, პროპაგანდისტულ მედიაში ვნახეთ მასთან ინტერვიუ, შემდეგ აი ამაზე აპელირებენ, რომ აი ილონ მასკმა გააზიარა. სხვათა შორის აი კიმბერლი ლოუს ფეიკის ჩაგდების შემდეგ არის ეს ცდელობა პროპაგანდაში, რომ მოიჭიდოს რაღაც უფრო რეალურს და ამ შემთხვევაში ნუ საქსი იყო, აქ აი გითხარით მასზე. უკვე წლები აქვს, ეს იდეები აქვს და ის ტრანსფორმირდა 90-იან წლებში მაგალითად თელი რუსეთის ასე ვთქვათ ჭყალებში ლიბერალური ექსპერიმენტის ერთ-ერთი თანაავტორი და მრჩეველი იყო და დღეს ასე ვთქვათ სხვა რელსებზე გადავიდა და ასევე ჩვენთვისაც ცნობილია რომ ტაკერიც დაახლოებით იმ პოზიციებში იმ ჭყალებში არა ჭყალებში რევიზიონისტულ პოზიციებს აწვება და ხო ილონ მასკმა მაგიტომ არ გააზიარა რომ იქ ჯეფრი საქსმა თქვა რომ საქართველოში გადატრიალება მიდის იქ სხვა საკითხებია რომელსაც ასევე ილონ მასკი იზიარებს და არის თქვა ეს დისკურსი ამერიკაშიც სხვა არაფრის თქმა ისეთის არ შემიძლია. და რა თქმა უნდა, ახლა საქართველოში როგორც პროპაგანდისტულ პერიფერიაში ყველა ეს მესიჯი თქვა გაზვიადებულად გადმოდის, რომ იქ ვიღაცა რაღაცას ჩვენ სასარგებლოთაც ამბობს, ასე ვთქვათ. ამან შეიძლება მოუტანოს ქართულ ოცნებას სარგებელი, ანუ ახლა რაღაც ამ რიტორიკაში, გზავნილებში, ანუ მათთვის სასარგებლო აუდიტორიაში შეიძლება. რაც შეეხება მე რაც წამიკითხავს ჯერჯერობით თქვა ამერიკის კონგრესში მე ჯერ ადამიანი ვერ ვიპოვე ვინც თქვა სიტყვას შეაწევს ქართულ ოცნებას შესაბამისად ამ კუთხით ნამდვილად ვერ გეტყვით რა სარგებელს მოუწევს და შიდა მოხმარებისთვის როგორც ის რომ ტრამპთან დავლაგდებით ესეც ხო უფრო შიდა მოხმარება იმიტომ რომ ჯერსეთი არავინ არ იცის თუ რამეს არ გვეუბნებიან არ ვიცი მაგრამ რეალურად არავინ არ იცის ტრამპთან დავლაგდებიან თუ არა ეს არის უფრო წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო და შიდა აუდიტორიისთვის მესიჯი რომ აი დავლაგდებით 20 იანვრამდე უნდა როგორც ერთად რატომ შეიძლება ვერ დაალაგდეს ახლა ტრამპის მხრიდან ტრამპის ადმინისტრაცია ქართულ ოცნებასთან კურტ ვოკერის რამდენიმე მიზეზი მოვიყვანეთ ჩვენ მიმოხილვაში ეთანხმებით თუ არა მას ის რომ ანუ დასავლური გზიდან გადახვევა ეს გასაგებია ურთიერთობები ჩინეთთან ანაკლის სპორტის ნაწილში სადაც მანამდე დასავლური ინვესტიციები უნდა ჩადებულიყო და ურთიერთობები ირანთან და ვიზიტი კოლბახიძის პირდაპირ ირანთან ამას გარდა ამ მიზეზი რომელიც რა თქმა უნდა ლეგიტიმური მიზეზებია მთავარი ამოსავალი წერტილი არის ძალთა უთანასწორობა ხო რა მიზეზია ტრამპს რო დაგილაგდეს თუ არ დაგილაგდა რა აკლდება და თუ საქართველოს მხრიდან არანაირი შემხოდრი ნაბიჯი არ იქნება საერთოდ რა სურვილი უნდა ქონდეს ტრამპს რო დაგილაგდეს თუ პირიქით მოხდა და ესენი აპირებენ რაღაცას თქვა შეცვლას და ამ დალაგებისთვის რაღაცა თქვა შემხოდრი ნაბიჯების გადადგმას დავაზუსტებ შეცვლაში რას გულისხმობთ შეიძლება მაგალითად ჩინეთთან ურთიერთობას რაღაც კუთხით გადახედოს რაღაც რევიზია მოხდეს რა შეიძლება იყოს ის რაც აფიქრებინებს ტრამპის ადმინისტრაციას რომ ირანში სხვა კონტექსტია სხვა შორის ისევ ირანი თუ შეიძლება ითქვას რომ კი ბატონო ვიღავით პანაშვიდზე მაგრამ ეხლა თქვა ვითანამშრომლებთ თქვენთან რომ ტრამპს კვეთრად ანტიირანული პოზიცია მიუხედავად იმისა რომ თქვა ირანთანაც დალაგება უნდა ტრამპს კვეთრად ანტიირანული პოზიცია რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობებს მე ეჭვი მეპარება რომ თქვათ მითიური დალაგების სანაცვლოდ თან დღეს ელჩი შეხვდა ხო გომელაუს რომ პირველ რიგში რამე ესე თქვათ გაწყვიტონ ან კვეთრი ნაბიჯები გადადგან ჩინეთის წინააღმდეგ მით უმეტეს თუ დღეს თქვათ ერთადერთი მოკავშირე შეიძლება ჩინეთი იყოს და ამიტომ არ ამგონია რომ ჩინეთთან რამე მკვეთრი ნაბიჯები გადადგან ტრამპთან დალაგების სანაცვლოდ. ისევ შიდა კონტექსტს რომ დაუბრუნდეთ თქვენ თქვით რომ აი ალყაში მოქცეულის ეფექტია ციხესიმაგრეში ალყაში მოქცეული ციხესიმაგრის ეფექტია ის რასაც გავს ახლა ოცნების ქმედებები ამ ფონზე ხელახალ არჩევნებამდე როგორ შეიძლება მივიდეს ვითარება აი რამ შეიძლება ეს ეფექტი მოხსნას და ან რაღაც რაციონალიზმის მარცვალი შეიტანოს და თვით გადარჩენის ინსტინქტმა იმუშავოს ან არ ვიცი თქვა ჩამოინგრეს თვითონ სისტემა. აი რა დაანიშნინებს არჩევნებს? რა დაანიშნინებს ოცნებას არჩევნებს? პირველ რა თქმა უნდა ესეთი რეცეპტი მე არ მაქვს რა დაანიშნინებს, მაგრამ თუ ასე თქვა თეორიული მსჯელობა უფრო სხვათა შორის ამ ხრივ შეიძლება ტრამპი უფრო გამოდგეს, იმიტომ რომ გაცილებით კვეთრი პოლიტიკოსია ვიდრე ბაიდენი და გაცილებით თუ მიწოლა კიდე უფრო გაცილებით მიწოლა შეუულია ვიდრე ბაიდენს. ამ კუთხით ნამდვილად ხო გონიათ თავისიანია და შეიძლება ასე ვთქვათ ჭალებში ისე უმუხტლოს და ისეთი ზეწოლა განახორციელოს, რომ საერთოდ არ ელოდნენ. ხო ჯერჯერობით რასაც ამერიკიდან ხედავთ, ეს არის ჯერჯერობით არის ტარგეტირებული სანქციები და
სიმართლე რო ვთქოთ, ხო სრული ბერკეტები აქვს, ვთქვათ, ამერიკის ადმინისტრაციას, რომ $1 $7 გახდეს, ახლა პირობითად ვამბობ, მაგრამ აი ნამდვილი ზეწოლა რასაც ქვია, რასაც მართლა შეიძლება არც აკეთებენ, იმიტომ რომ ეს ხო ხალხსაც დაარტყავს. და ეგ სულ არის სხვათა შორის მსჯელობა. ყველაზე ეფექტიანი სანქციები, რა თქმა უნდა, ისეთი სანქციები, რომელიც უფრო ფართოდ უტყავს, ხო? ეს არის თქვა ვაჭრობის აკრძალვა ასე შემდეგ, ხო? ობამამ როგორ მოახერხა თქვა ირანის იძულება ბირთვულ შეთანხმებაზე წამოსულიყო. სანქციები, რომელთაც თქვა გაანახევრა ირანის ეკონომიკა და ასე შემდეგ. ამიტომ ეხლა ლაპარაკი რომ 3 მილიონი ქვეყანა გაუძლებს მსოფლიოს ერთადერთი ჯერჯერობით ზესახელმწიფოს ზეწოლას, რა თქმა უნდა, გადაჭარბებულია. რა და როგორ იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ გარედან სანქციების გარდა შიგნით როგორ ხედავთ პროცესს, ბატონ გიორგი? ხალხის პროტესტი, ერთი აქტორი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი და ოპოზიცია, რომელიც რიგით მოქალაქეებად დგას ამ აქციებზე. რამდენად ამ და არჩეული ქართული ოცნების არჩეული პრეზიდენტი, ასევე ყაველაშვილი, რომლის ინაუგურაციაც იქნება 29-ში, ესეც დავამატოთ. რა თქმა უნდა, ის კრიზისს, რა თქმა უნდა, თავისი შედეგი მოაქვს და ზეწოლას თავისი შედეგი მოაქვს. თუმცა დღესაც და ამათ რიტორიკაში ეს მენიშნა, რომ ამათვის მთავარი არის, თქვათ, როგორ თვითონ თქვა, რომ ოპოზიციის პატრონებთან უნდა დავლაგდეთ, ხო? ანუ ამათვის მთავარია დასავლეთთან დალაგება. თუ ვერ დალაგდნენ დასავლეთთან, აი მე და ალბათ არ ვიცი ახლა მე კიდე ერთხელ ვამბობ ტრამპთან რის იმედი აქვს, მაგრამ აი ტრამპთან თუ ვერ დალაგდნენ, აი მე უფრო შესაძლებელი ამ შიდა და გარე ფაქტორების თქვა სიმბიოზმა რაღაცა შედეგები გამოვიდეს. აი არ ვიცი ვის გულისხმობდნენ ოპოზიციის პატრონებში, მაგრამ ისევ ტრამპის ადმინისტრაციას რომ დაუბრუნდეთ, ვისთან მოუწევთ მათ ლაპარაკი, იმიტომ რომ უკვე შეგვიძლია თქვა რომ იქნება მარკო რუბიო, იქნება ტომ ვოლცი, ხო? ვილსონი არ აირჩიეს. მაგრამ აი საკადრო ეს გვარები რას ამბობს, რა მათი პოლიტიკის მიხედვით შეიძლება თუ არა უკვე პროგნოზების კეთება, რა ტიპის პოლიტიკას აწარმოებენ ისინი სამომავლოდ ამ ხელისუფლებასთან, ივანიშვილის ხელისუფლებასთან თუ ზოგადად. რაც შეეხება გვარებს, თან ჩვენ არ ვიცით თქვა სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენლის გვარი, მე მგონი არ ვიცით, ხო ჯერ. რაც შეეხება რუბიოზე, რა შეიძლება თქვა, ერთი თქმა შეიძლება რომ წლები იყო უკიდურესი ნეოკონსერვატორი ქორი, წარმომავლობით კუბელია, თავისუფლად ლაპარაკობს ესპანურად, არის ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მხარდაჭერი კუბის ემბარგოს, ანტიირანული მიმართულება, რა თქმა უნდა, ჩინეთი. ამ უკრაინის ომამდე და სანამ გატრამპისტებოდა რესპუბლიკური პარტია ასევე ქორი იყო, მაგრამ ბოლოს დახმარებისთვის ხმა არ აქვს მიცემული იმ მიზეზით, რომ თქვა ბაიდენის სამხრეთის საზღვარს არ იცავს. ამ კუთხით შეიძლება ითქვას, რომ რა თქმა უნდა შეხება მოუწევთ ტრადიციული რესპუბლიკური ისტაბლიშმენტიდან გამოსულ პოლიტიკოსებთან, რომელიც რა თქმა უნდა გატრამპისტდნენ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ საქართველოს საკითხი არ არის ისრაელი, რომ წარმოადგენდეს რამე სერიოზულ შიდა პოლიტიკური დებატების საკითხს. ამიტომ საქართველოსთან ურთიერთობები მეტნაკლებად გაგრძელდება იმ, ვთქვათ, კალაპოტში, რა კალაპოტშიც აქამდე იყო. და არ ამგონია ხა მარკო რუბიომ ან უოლცმა გადახედონ წინარე კი გადახედავენ იმ საბუთებს, რაც წინა ადმინისტრაცია დაუტოვებს, მაგრამ გადახედონ და სხვა შეფასებები გააკეთონ, ამისთვის საჭიროა ორმაგი და ოთხმაგი ლობიზმი. რომლის რისიმე და კიდევ ერთხელ ვამბობ, ალბათ ორბანის, მაგრამ ორბანის არ არის ყოვლის შემძლე, მით უმეტეს თუ განვითარებთ, რომ ორპარტიული კონსენსუსია ამერიკის კონგრესში ქართული ოცნების წინააღმდეგ და ასე ვთქვათ, ხო მარტო ორბანი მაკრონის ფაქტორით შეიძლება იყოს გავიხსენოთ ეს სამეული ზურაბიშვილი, მაკრონი, ტრამპი. ამ შემთხვევაში შეიძლება მაკრონის ფაქტორზე ვისაუბროთ ტრამპთან ურთიერთობაში ქვეყნის. შეიძლება, თუმცა მე ნაკლებად მგონია, რომ მაკრონი საქართველოს საკითხს ტრამპთან წამოჭრის. შეიძლება რაღაცა დიპლომატიური არხებით საფრანგეთსა და კონკრეტულ შეხვედრას გულისხმობს კონკრეტულ შეხვედრა კი ბატონო, მაგრამ მომავალში ვერ გეტყვით შეიძლება, თუმცა ნაკლებად სავარაუდო მგონია. მაგრამ ზოგადად როგორც ვამბობ, ანუ სრული ასე ვთქვათ, საინფორმაციო გარემო რაც ხდება ტრამპის ადმინისტრაციას და პლუს შიდა ვთქვათ ბიუროკრატიული ასე ვთქვათ, ესე ჭყალებში ქაღალდები რაც ხდება საქართველოზე, არ უნდა იყოს სახარბიელო ქართული ოცნებისთვის და რის იმედად არიან, კიდევ ერთხელ ეს $1 მილიონიანი კითხვა, მე ამაზე ვერ გავცემ პასუხს, ნამდვილად არა. $1 მილიონიანი შეკითხვა რის იმედად არის ქართული ოცნება და მე მაინც მინდა რომ შიგნით შკიდევში და აქტორებზე დაგაბრუნოთ. რისი გაკეთება შეუძლია ქვეყნის შიგნით აქტორებს? ანუ გარედან საერთაშორისო ზეწოლის კომპონენტი გასაგებია, რომ აუცილებელი არის პროტესტმა მიაღწიოს წარმატებას, თუმცა შიგნით რისი გაკეთება შეუძლიათ? ანუ კრიზისი ახლა ქვეყანაში გამოხატულია, სახეზეა თქვენთვის, ოცნების კრიზისი. ცხადია, ეხლა როდესაც თქვათ ოპოზიცია პარლამენტში არ შედის,
ცხადია რომ ეს კრიზისია. რისი გაკეთება შეუძლიათ კიდევ თქვათ ახლა უცებ არ მაფიქრდება ესე რა რისი კიდევ პრეზიდენტს $1 მილიონ ხო ახლა რა თქვათ ორხელისუფლებიანობის ინსცენირება რა თქმა უნდა შეიძლება რამდენად ეს ეფექტური ან ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება ეს მეორე საკითხია. ინსცენირება რა თქმა უნდა საქართველოს დავით ნარინი და დავით ულუ ყავდა ეგეთ შეიძლება ხა ინსცენირება მაგრამ რამდენად ეს ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება ეს მეორე საკითხია. აი ზურაბიშვილის ინტერვიუ იყო საინტერესო რომ არაპირებს წასვლას და არ სურს თქვა ვენესუელას შემთხვევა ან წიხანოვსკაის შემთხვევა როცა გაქცევის შემდეგ მიიღო აღიარება ხო ლიდერმა. აქ სცენარებზე მიანიშნებდა პრეზიდენტი თუ უტრირებდა. რა შეეხება აღიარებას ეს საკითხიც რო განვიხილოთ. რეალურად დასავლეთს, როდესაც თქვა საქართველოს ოპოზიცია ამ საკითხს სთხოვს და როგორც ხედავ ჯერჯერობით ეს დასავლეთი ამ საკითხზე ფრთხილობს სრულიად გასაგები მიზეზების გამო. თუ თქვა ყაველაშვილს არ აღიარებ პარლამენტს, არ აღიარებ პრემიერ-მინისტრს. პირველი ვის ელაპარაკები თუნდაც ახალ არჩევნებზე. მეორე რა ასე ვთქვათ სამართლებრივი საფუძველი გაქვს რომ არ აღიარო, იმიტომ რომ ოდირის წინასწარი დასკვნა წაკითხული გვაქვს და დიდი ალბათობით საბოლოო დასკვნად ისეთი იქნება რომ ყველა თავის სასარგებლო ფრაზას იპოვის, მაგრამ მე ეჭვმეპარება რომ ხა ბელარუსის მსგავსი ენა გამოიყენოს საქართველოს არჩევნებთან მიმართებაში და შემდეგი საკითხი რომ ხო თქვა საქართველოს ხელისუფლებას არ აღიარებ და აღარ ელაპარაკები, მე თქვა საელჩოსთან რა ხდება, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა ხდება თუ არა და მესამე საკითხი ხო შეიძლება არ ცნო, მაგრამ ვის აქვს ადგილზე რეალური ძალაუფლება, ხო? არც ხაიათ ტაჰრირ ალ-შამს არ ცნობენ, მაგრამ ბლინკენმა თქვა რომ პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს. მადუროსაც არ ცნობენ, მაგრამ როცა ბენზინი ჭირდება და როცა ვიღაცა გაცდა თავისუფლებელი, სანქციებსაც უხსნიან და ელაპარაკებიან. ამიტომ თქვათ ესე რიტორიკული და თქვათ რომანტიკული მოთხოვნები რომ არ აღიარონ გაწყვეტონ ურთიერთობებს შეიძლება რა თქმა უნდა მიტინგზე კარგად ჟღერს, მაგრამ უნდა გვესმოდეთ რომ ასევე ამერიკას აქვს უდიდესი ტვირთი ზესახელმწიფოს და უდიდესი პასუხი სანქციებში ჩანს, ხო? როგორ მოზომილ ნაბიჯებს დგავენ, ხო? ამერიკის ხაზინის დეპარტამენტი არ არის არც ევროპარლამენტი და არც აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანა. როგორ შესაბამისად ეს ტვირთიც რომ თქვა არ გცნობ და არ გელაპარაკები, პირდაპირი განცხადება რა თქვა ბევრს უნდა. ფაქტი არ აკეთებენ და არ აკეთებენ მრავალი მიზეზის გამო, რომელიც აქვთ. რომიც რომ ელაპარაკებიან ივანიშვილს ხო, ამერიკელები არ ვიცი ვის ელაპარაკებს, მაკრონი დაელაპარაკა ბატონ ივანიშვილს. ესეც არის ლეგიტიმაცია, დავა არის პირი, შეიძლება ივანიშვილის პირადი ლეგიტიმაცია არის, ხო. მაგრამ ჯერჯერობით ხედავთ ამ სურათს, ხო, რომ არც არ აღიარება, არც თქვა ესეთი პირდაპირია გამოკიდებული რჩება ეს ომი არ ჩვიდობა, ლევ ტროცკის ქონდა ესეთი თეზისი, არც ომი არ ჩვიდობა, დაახლოებით ეგეთი რამეა, მაგრამ მოლოდინი რო იქნება თქვა კაფიო არ აღიარება, რა თქმა უნდა პოლიტიკაში ყველაფერი ხდება. 28 ნოემბრის მერე უფრო დამაგრდა, ვიდრე არჩევნების გაყალბებაში დაარწმუნა დასავლეთი ევროპა. არ აღიარება, რა თქმა უნდა განცხადება შესაძლებელია, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გვესმოდეს, ეს ნიშნავს ყველა თქვა იურიდიული ხიდის დაწვას, ხო? თუ არ გცნობ და ამბობ რომ გამყალბებელი ხარ და არალეგიტიმური პრემიერი ხარ და პარლამენტიც არალეგიტიმური, ეს ნიშნავს რომ ყველა ხიდი დამწვარია. და მე ხო შემდეგ დღესაც უნდა იფიქროს ამერიკამაც და ევროპამაც და ალბათ ფიქრობენ და ამიტომ არ რომ ორი თვეა ის განცხადება, რასაც თქვა ქართულ ოპოზიციას სურს, მათგან ჯერ არ გაკეთებულა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. გიორგი ხატიაშვილი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს, მას ვემშვიდობებით და ჩვენ კიდევ